29 ვახსენეთ. სხვათა შორის ჩვენი გიორგი რომარის ლიბარული ხო მიცი? მან მოამზადა სიუჟეტი. ჩვენ ვახსენეთ 29 რიცხვი, ისიც დაინტერესდა და უნდა გავაკეთოთ სიუჟეტი 29 თებერვლის შესახებ. მაშინ სალომეს დროებით დაგემშვიდობები. ხო და ჩვენ ერთად ნახოთ სიუჟეტი. რა 29 თებერვალი როგორო? ბიჭო, ხო გეუბნები. ხო, აბა. გიორგი რომარის ჩვენი ჟურნალისტი. გიორგი ლიპარიშვილი, კი. ლიპარიშვილი, კი ბატონო. ის დაინტერესდა 29 თებერვლის თემით და გააკეთა ძალიან საინტერესო სიუჟეტი და ვნახოთ ჩვენ მაგალითად. მართლა. ნახოთ სიუჟეტი. ეს ყველაზე ზარმაცი დღეა. ამ დღეს დამოუკიდებლ ადამიანებს ხელი იშვიათად ემატებათ. ეს დღე 4 წელიწადში ერთხელ მეორდება. წელს ნაკიას იზრაშია, ხოლო დღეს კი 29 თებერვალია. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით საქართველოში 29 თებერვალს დაბადებული 2451 ადამიანი ცხოვრობს. ისინი დაბადების დღეს როცა უნდა მაშინ, ამ წელს კი ზუსტად 29 თებერვალს აღნიშნავენ. დღეების მიხედვით 14 წელს საუბრობთ. ნუ ესე იგი 56-ის 4 ჯერ გაამრავლა. ბავშვობაში არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ესე ვიცოდი, 28 მეწერა მეტრიკაში. ხო და აი პასპორტს რო ვიღებდი, არ ვიცი სად იყო ის ჩანაწერები გაკეთებული, იქ მომწეს 29 თებერვალი. ესე ვიცოდი, რომ 28-დან 29-ზე ღამის პირველ სტადიაზე ვიყავი დაბადებული. ჯერ კიდევ არასრულწლოვანი ქირურგი ასეთის ნელა მატებას განიცდის. ხო, ცოლმა გამოსცა, უკვე შვილიშვილად რო ეკუთვნე ალბათ მალე. ქალბატონი სოფო 10 წლის გახდა. ის თითქმის თავისი შვილების ტოლია. გამორჩეულად უზნობ თავს როგორ ახლა ბიჭი რომელიც ახლა ხო რა თქმა უნდა შვილი პატარა არის მაგრამ ყოველთვის შენ პატარა ხარ და შენ გაჩუნდი და შენ არა და შენ არ გეხება შენ პატარა ხარ და აი ესეთი საუბარი ხშირად არის ხოლმე ჩვენთან სახლში ოჯახში მაგრამ აი რო თქვა რომ რაიმე განსაკუთრებული და რაღაც აჟიტირებულად გამოსარჩევი ჩვეულებრივად 29 თებერვალია რომელიც 4 წელი უნდა ველოდოხულე. 4 წლის 9 წლის სოფო სამსახურში დაბადების დღე გამორჩეულად მიულოცეს. გონია რომ არავინ არ იცის ჩემი დაბადების დღე, მაშინ ახალგაზრდებული მქონდა სამსახური და შესასვლელში დამხვდა ზუსტად ჩემი სიმაღლის აიდენივე ვარდი, მაშინ 36 წლის გავხდი. 36 შავი ვარდი და ტორტი 36 კვერცხიანი. ეს კი თავისთავად ორიგინალურ საჩუქარს უმზადებს. ეს თქვენ 29 თებერვალთან დაკავშირებით ჩვენი შერჩევი მადლობა, ჩვეულებრივია. ძალიან ამაზია არ ველოდი. ძირფასი მადლობა.